მიმართავ ალექსანდრე ხეროდინაშვილს, იგივე ხეროს და გიორგი სულავას რა. დავდგეთ ძმა. ჩემი 8 ცილინდრი გიორგი სულავას 10 ცილინდრიდან დავაჯახო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხი ძალიან დიდი ინტერესია. ვიცი რამდენი ელოდებოდით ამ დაპირისპირებას, სადაც ერთ მხარეს ყავს Mercedes-ი გიორგი გოგავასი, რომელიც არის 700 პლუსი ცხენით, ხოლო მეორე მხარეს კი გიორგი სულავას M6, რომელიც არის 600 პლუსი. არხის გამოწერა არ დაგაუწყდეს თუ დრაგის სერიები გევასება, აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დრაგის წარმდგენი არის კომპანია Sokari და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ გვერდში გვიდგას. ხოლო ეხა კიდე შეგიძლიათ კარგად მოკალათდეთ, იმიტომ რომ დღეს გველოდება ისევ და ისევ Mercedes და BMW-ს ლეგენდარული დაპირისპირება. სალამი გიო, გიორგი გოგავა, კროსის წარმომადგენელი, მე მახსოვს შენ TikTok-ი ჩაწერე და გიორგი სულავა გამოიწვიე და საბოლოო ჯამში მოვედით აქ. მიხარიო ეს დაპირისპირება შედგა, ვიცი დამთავრდება. იყო და მაქედან გამომდინარე გადავდი ეს ნაბიჯი რა. ზოგადად ლეგენდარული თემა, ეხლა Mercedes-ს რა BMW-ს დაპირისპირება და უპირატესობა გიორგისაა გამოცდილების მიხედვით, იმიტომ რომ ჩემზე ბევრად გამოცდილი არის და ხალხის დიდი ინტერესიდან გამომდინარე რატომაც არა რა. შენი მანქანის შესახებ მომიყევი. რა გაკეთებული, რა ძრავია? გაკეთებული 5-დან 0 არის კომპრესორი, 5 და 5-ის რასპრედულები, ორმაგი პრუჟინებით, შემშვები ეხა ახალი დაყენებული ყავს, ინტეიკი, გამშვები, X5-ი, აი რავი რა, რაც კი ამ მანქანას შეიძლება ყველაფერი აქვს. მოდით ან შევხედოთ. ესენი უნდა ვხადოთ? ხო. რატო დაგწინი სულავა, რა გინდა ბრატ? ესე იგი 5-დან 0 კომპრესორი, მაგრამ რაღაცები საინტერესოდ გაკეთებული აშკარად. გაგრილება გიყენია იქეთ და აქეთ, ანუ ინტერკულერის ვარიანტში, წყლის გაგრილებაა უბრალოდ ინტერკულერი არა. კიუებს რაც შეეხება? ქვედა არის დაპატარებული, ზედა სტოკი აყენია რა. ქვედა სავარაუდოდ გადიდებული გაქვს. ზედა და ქვედა, ზედა ეხა მანქანაში მინდოს ის პატარა არის, გაჩარხულებო დაპატარებულია და თუ რამეა გამზადებული გაქვს. გამზადებული მაგ და პირდაპირ მივაყენებ. სტოკია, ზედა შკივი არის სტოკი. ოკეი. რასპედულები მახსოვს რომ მითხარ და ალბათ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რომ შეცვალე დაანასტროიკე. აი, ნახე კოლექტორები რომ შევცვალე, ცხელი კოლექტორი, გამშვები კოლექტორი. მაგ დროს არ დამინასტროიკებია, რაც იყო ისევ ისეა და ჭირდება დანასტროიკება და შკივის და ნასტროიკის ხარზე კიდევ უფრო მეტი სიმძლავრე შემიძლია მოვიღო რა და ეხა ზედა სტოკის შკივით მაინც ისეთი ვერ არის როგორც უნდა იყოს მოკლედ. სპირტზე ხარ თუ ბენზინზე? არა, სუპერზე ვარ. ჩვეულებრივი სუპერ. სპირტზე არა მაგ დანასტროიკებული, სუპერზეა მოკლედ. შენ ერთადერთი ცოტათი წვრილი საბურავი გიყენია წეგან მე და სულავა ვათარიელებდით. ო რა, წვრილია, მაგრამ შეიძლება ცოტა ვიწრო არის, მაგრამ აღარც მიფიქრია სიმართლე რომ გითხრა რომ გამეზარდა განშია რაღაცა რა. ეხა ახალი საბურავი გიყენია. აქამდე 4 წვილი შევცვალე, მეორადებს ვაყენებდი ხოლმე, სულ რომ მაინც წვავს და მაინც წვავს მეთქი აზრი არა აქვს. აი ადგილიდან ვაფშე ვერ ვეჭიდები რა და აი ბუქსაოს აი გიჟივით რა. მანქანას აქვს ამას EPS-ი არ ქონდა თუ არ ვცდები? ადრინდელი სისტემა, რომელიც ბუქსაობას წყვეტდა. ანუ შენ აკონტროლებ თლიანად ბუქსაობას, რამდენად დაბუქსავდეს თუ რამე სისტემა იხმარება. მიდიხარ, შეგიძლია რომ აკონტროლო, მაგრამ ნუ გადაცემათა კოლოფში პროგრამა რაც წერია, ისიც გეხმარება, რომ აი გაზი ისე არეგულირო, რომ იმდენად არ დაგიბუქსავდეს რა. მანუალით რო არ ხარ და ავტომატიკით რო მიდიხარ რა, ისეთი პროგრამა წერია, რომ აი 3000 აბოროძე მოჭიმული როცა არის კომპრესორი რო ირთვება. არ გადაგირთავს სიჩქარის შანსი არ არის რა. აი მანუალზე რო არ გადართო ავტომატიკით რომ მიდიხარ არ გადაგირთავს. აი მენა ავტომატიკაა იძახის რომ მოჭიმული ვარო და გამიშვიო რა. მოკლედ ვიცით რომ ძალიან ცხელა და მინდა გითხრა რომ თუ შემთხვევით გადაგიცხელდა ძრავი და ასე შემდეგ ჩვენ გვყავს სპონსორი პაკელო, ესე ზეთი არსებობს, იტალიური ხარისხის არის და თუ რამე იყო ისეთი რომ აი რაღაც არ მოგიწონა, შეგვიძლია ეგაც გატესტო. ნახო, როგორი ზეთია და მე შენი აზრი გვითხრა. ე ბატონო.
ოკეი, გიო, დანარჩენი უკვე ალბათ ტრასაზე ჯობია გავიაროთ და შენც გექნება დრო რომ დასტარტო, ნახო, მოემზადო, გატესტო რამე თუ გასატესტი თუ გაქვს და დანარჩენს უკვე ნახოთ რა. ამ მანქანაში ეხა, არ არის პრობლემა გატესტვაზე, მე ეხა ვინც მისნოთ, ყველას გვერდში უდგავარ და ეხა ტემპერატურები მიჭირავს ძალიან მაგრად, კროსინის ხია და საკმაოდ მაგრად უძლებს ტემპერატურებს, სხვათა შორის დაჟე შეცვლილიც არ მაქვს, შესაძლებელი არის და დაკლებულიც არ აქვს, დილით შევამოწმე, ერთი თვეა არ შემიწვია მოკლედ რა და ისეთია როგორც იყო მოკლედ რა. შვენიერი. მოკლედ, წარმატებები შენ, დანარჩენზე უკვე ტრასაზე გამოჩნდება ყველაფერი. რა და რა. მოკლედ მოვედით სატესტო გასვლებამდეც. ჩვენ ვიყენებთ დრაგის მოწყობილობას, რითიც ზომავთ 402 მეტრის დროს, ასევე აჩქარებას 0-დან 100-მდე და ამ მონაცემს ამ ვიდეოში ნახავთ ყველაფერს რა. ეხლა შევეცდებით რას, რომ გიომ მაქსიმალურად დაამუღამოს როგორ სწრაფდება Mercedes-ი რა, რადგან მეტი გამოცდილება აქვს სულავას. ჩვენ შევეცდებით რომ რაღაც მომენტში თუ რამე რჩევას დავინახავთ, შევისახით რომ მივცეთ, ყველა ვარიანტში დავეხმარებით რომ შანსები მაქსიმალურად გათანაბრდეს. მზად ხართ 709 ზალიანი Mercedes-ი როგორ ისტარტებათ ნახოთ? ეს მან მაინტერესებს. აი გიო სულავა არის ძალიან ბედნიერი. რამბეში ფუცავ. პრობლემა არის საბურავი. იმიტომ რომ ბოლომდე გას ვერ აჭერს, უშვებს, მე ადრე გადაიტანა სიჩქარეში, მოუკვდა მანქანა და მე სანამ ბუსზე გავიდა, ცუდი არის. არ ჩენ გიყენია დიდი აფერი საბურავი. ოდნავ განიერი. მართალია. ბიჭო, შენ საბოლოოდ BMW-ს მხარის ხარ ხოლმე თუ Mercedes-ის მხარის? რა კითხვა ახლა ეგ? თუ ზოგადად. აი გასარკვევია კიდე ეგ? ჰა? ეგ ანუ Mercedes. ანუ Mercedes. მოვიდა. Mercedes-ის როგორც მახსოვს. Mercedes. აა ჩვენ ვიდეოშიც მე მახსოვს Mercedes-ი რო გიყიდე ძალიან როგორ ბედნიერი. არის, ორივეგან არის მორგებული რა. ჩემთან BMW-ი მოდის ხოლმე Moskvich-ას და Mercedes-ი. აბა ორივე ზერგება. სადაც ახალი ქაური კუდი უნდა დაიხურო, მოიცი ეგეთ მოჭი რა. ვაისა, იაპონელებში როგორ მოდიხარ ხოლმე? აბა. BMW-ი. მოდი ვნახოთ რა ხდება დაახლოებით. 402-დან 0-100 ძალიან ბევრია რა. კი. მეორეში რო გადმორთე, ცოტა ბევრი იბუქსავე და ეხა მანუალით დავძრავ რა. ოკეი. კაი. შეგიძლია წადო. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ახალი მეგობარი არის პრემიუმ ლიზინგი, მოკლედ ვინმეს თუ გექნებათ სურვილი რომ მანქანა შეიძინოთ, ანუ ლიზინგით ისარგებლოთ, 0% არის გაცემის საკომისიო, შეგიძლიათ დაფინანსება მოითხოვოთ 1000 ლარიდან 100.000 ლარამდე და ვისაც უკვე ავტომობილი ყავთ, ასევე უკუ ლიზინგითაც შეგიძლია ისარგებლობთ, ასე რომ თუ მსგავსი სერვისი დაგჭირდეთ, აღწერაში იქნება მათი საკონტაქტო ინფორმაცია, შეგიძლიათ გადაურეკოთ და დეტალური ინფორმაცია უკვე მათთან ერთად გაიაროთ. და ისევ ნაცნობი სახე, როგორ ხარ? კარგად თავად, გამარჯობათ. ხარ ჯანზე, რამდენი ცხენი უნდა მოუმატო დღეს მანქანას? ცოტას დავაკლებ, ცხელა ძალიან. ცოტას დავაკლებ. გიო, ეს რომელი მანქანაა? გითხარი, ეს ის მანქანაა, მაშინ რო იყავი თუ სხვა მანქანაა? არა, ეს მანქანაა. ხოდას გონია რომ ეს ჩემი მანქანა, მაგრამ ჩემი მანქანა არ არის. მაგრამ სულ მე დავდივარ ამ მანქანიდან, ნუ რა აზია, ჩემია თუ ისეა, მე დავდივარ ამ მანქანიდან. ოკეი, ეხა ამ შემთხვევაში მახსოვს რომ მაშინ პრობლემები ქონდა გადაცემათა კოლოფზე. ეხა ამ ეტაპზე როგორ არის? რა შეიძლება? წინაზე რო დავდექით იმ Mercedes-თან, კოლოფი ხო გაგვიფუშა, ევაკუატორ თავიყვანეთ. იმის მერე გავამექანიკეთ. ეხლა მექანიკა არის, ის პრობლემები აღარა გვაქვს, რომ გადაცხურდა და ვეღარ დადის და დაილოცოს მექანიკა, ხო? მექანიკა, მაგრამ მექანიკაზეც ბევრი პრობლემები შეგვექნა, ისეთ ხოძე აღარ არის, რაც იყო წინაზე. ანუ დაკლებული აქვს რეალურად ცხენი? იმიტომ რომ პროგრამულად ვერ გავუმართეთ, მექანიკის პროგრამა ვერ გავუმართეთ და ნუ არის ჯანზე, მაგრამ არა ისე რა. ოკეი, გასაგებია, სხვათა შორის ბრენდირება მე ძალიან მომწონს. დღეს რომ მოვედი და რო შევხედე, ძალიან სპორტული იერი მიეცა და ძალიან დაივასა. აი სარბოლო ნომერი მოუხდებოდა ძალიან. ეს გუშინ და 11 საათზე გავაკეთეთ ეს ყველაფერი და შემდეგში ნელ-ნელა დავხვეწავთ. ძალიან კაი. ერთი მექანიკა ვნახო როგორ გამოიყურება. შენ როგორ გძნობ ისე უფრო მექანიკას უკეთესად ხმარობდი თუ SMG-ს? როგორ რაღაცა იცი, ეხლა გადაცემა, ხიდის გადაცემა ძალიან დაგრძელდა. ანუ კბილანები, ხიდის კაროკის კბილანები, მექანიკის და SMG-ს სხვადასხვა არის და ძალიან დაგრძელდა რა გადაცემები და SMG იმ შემთხვევაში მოკლე რო არის, ჩქარა მიდის, ბევრად ჩქარი არის და ამაზე ან ხიდი უნდა დავამოკლოთ
ცოტა რომ უფრო აჩქარდეს, ან ისევ SMG-ო დავაყენოთ. მან მე კარჩე E19-ზე ხა ვიდეო რო ჩავწერეთ რა, მაგრად გამისწორდა მექანიკის ტარება. ვიდეოში ძალიან მუღამში ვიყავი, ნახულობდი რომ აი მთელი ტანით რო თავ, ხო იცი სიჩქარეს. მაგარ მუღამში ვართ ხოლმე მექანიკის ტარების თემაში. დასტარტვის თემა ალბათ გადამწყვეტი იქნება შენთან და ამ მანქანაზე უფრო მეტი პრობლემა მაქვს მეორეს რომ ვიცებ მე რა. სტარტი ასე თუ ისე დავძრავ, მაგრამ მეორეს როგორც კი ვაძლევ, ეგრევე ყდება რა და უნდა აუშვა გას და ნელა თხლად დავაჭირო მეორეში რომ არ ვიბუქსავო თორე რომ მივაყოლო პირდაპირ როგორც ვიცი ხოლმე ჩატენვა სულ ბუქსავს მე რა. ო დღეს მოგვიწევს ესე იგი კარგი ვარჯიშები. ახალი M6 მოგწონს თუ არა? M6 M6 რატო ავიკიდე? F სერია? ხო. არა. არა? ტურბინიანი მანქანები არ მოწონს. ერთ-ერთი ტურბინიანი რაც მოწონს ეს ახალი F90 M5-ია რა იდეა. მაგრამ თუ შენ გევასება ახალი მანქანები შეგიძლია კომპანია ჰოვა ავტო იმპორტით ჩამოიყვანო, რომელსაც ამერიკიდან და კორეიდან ჩამოყავს ავტომობილები და შეგიძლიათ მოკლედ მართლა გადახედოთ, ნახოთ და თუ დაგევასებათ რამე ჰოვა ავტო იმპორტს დაუკავშირდეთ. აღწერა იქნება დაბა. ხო, საბურავი მიყენია ჩინური 24-იანი. ეს საბურავი წინა დრაგზე საბურავის პრობლემა რო ქონდა, მოხევე რო არის M3 რო ყავს შავი M3 მოხე ნომრები. 24-იანი თქვი? 24-იანია. ხო, აგერა წერია. წეგანახე, აი 22. წელს მეუნები, ხო? მე ინჩებში წავედი. იმ მოხევე მაჩუკა მაშინ ეს საბურავი და არ გაგვისინჯია და არ გვივლია ხე გუში დავაყენე და მაინც ბუქსაობს. მადლობა მოხევის ესე იგი რამდენი დრაგი გაუძლო. ამ მოყუჩებზე აქამდე როგორ მოაღწია ერთი? აქამდე მოაღწია ევაკუატორი. კაი, შენ კონკურენტ Mercedes-ზე რა სიტყვები? კარგი მანქანაა, კარგად გაკეთებულია. საქმეში ნახოთ გამოჩნდება აქვე. ოკეი. მოლოდინები რა გაქვს? ადგილიდან. ძლიერი მანქანაა. ადგილიდან ჩემი აზრით ამ Mercedes-ს გაუჭირდება, იმიტომ რომ საბურავი სათანადო არ უყენია. ხო. ახალი კი უყენია, მაგრამ ამ ძალას აი 25-იანი არის რა. მე შედეთვე 25. ახალი საბურავია, მაგრამ წვრილი არის 255-ია და ამხელა ძალაზე და ამხელა ნიუტონზე ჩემი აზრით ეს საბურავი არ იმუშავებს. ოკეი. გაგორებულიდან? გაგორებულიდან დავა. გაგასწრებს? აი გამოჩნდება აქვე. არასდროს არ იძახის Mercedes-ი გამასწრებსო, მაგრამ ნახოთ დღეს. მოკლედ, სატესტოები დავცოთ, მე უკვე გადავიდეთ დრაგზე. წარმატებებია. გადმოვედით BMW-ზე. სხვათა შორის საინტერესო იქნება წინა დრაგზე რო ყავდა გიო SMG-თი, რა დრო იქნება იქ და რა დრო იქნება ეხლა. შევადარებთ მაგებს. მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება გადაცემათა კოლოფების შედარებაც რა. გიო, ჩვენ მზად ვართ, დასტარტე. მაძის და ცხარი რო დავასხარ ამის მიზამენ? სული საკითხია, მართლა 5 გაზის? კი. თუ დააკვირდები რა, როგორც კი დააბუქსავა, კარჩე. ცოტა მერე უნდა მიიღო. ხო, ან სულავა სისტემა უფრო მაგრად მუშაობს, ან BMW-ს ქარხნული, მაგრამ ამ შემთხვევაში მეგონი სულავა სისტემა უფრო მაგრამ მუშაობს. ეგრევა თქო. არ უნდა შეყვერა ბოლომდე რა. მე ხა მეორეს რო გავედი, შევყევი რა და რო შევყევი, ვაფშე აიყოლა და კინაღამ დავილეწელ ამას რა. ხო, არა, ეგეთები არ გვექ. ეგეთები არ გვაქვს. ბევრ ნახობს კი დავდებთ ეგ. კი დავდებთ, თუ გინდა დავდებთ. მართლა. არა, არ გვიღებს, გულახტილად არ გვიღდა. ჩვენი პირველი დაპირისპირება Mercedes-სა და BMW-ს შორის. რა თხარ? რა თხარ? გასნათ. ძალიან სტარტი მქონდა, ძალიან მომიტყვა. Mercedes-მა შემასო. ალე გავაჩერე, იმიტომ რომ 40-ის შემეშინდა. მაგრამ ცუდი სტარტი იყო, შედეგი არ ვარგოდა, არ მომეწონა. აუ რა რთული მომენტია, სულავარ ხარ და რო გასწრებენ, აი წარმომიდგენია. რაო, აბა? ძალიან მოვკვდი სტარტზე იმენაჩი. ორივე მიბუქსავეთ. მე თავიდან ძალიან გავიგუდე და მე წავედი, მე ვიბუქსავე, მაგრამ
ოდნავ შემასწრო. ულოცავ მაგარია. ხო, ჯერჯერობით 0-1-ია. კი ბატონო. იო, ყველა BMW-ში კი ვიყურებს. ხარში მარცხინო. აი შეგვიძლია. კაი, მოკლედ შეგახსენებთ, რომ არის 0-1, გავდივართ ახლა მეორე გასვლაზე. ორივე გიოა სხვათა შორის. გიო, მზად ხარ? მზად ხარ? ამასობაში ლუქს აუტოშიც გამოვიარეთ, იმიტომ რომ ჩვენ სუპრაზე ეხლა ვაპირებთ პოლირების გაკეთებას, ვიცი რომ ისე ძალიან მძინავდა და მეც ძალიან მომწონდა განათებებში, მაგრამ მაინც გვინდა რომ პატარა დეფექტები ან რაღაცები თუ აქვს, ყველაფერი აღმოიფრას, ნახე როგორ გძინავს. და იდეალური გამოვიდეს სანამ ბათუმში წავალთ. არ დაგავიწყდეს, მოკლედ, შემდეგ სერია სავარაუდოდ გადავიღებთ ბათუმში წასვლაზე, აი ამ სუპრით და ყველაფერს მოგიყვებით. რამდენად კომფორტულია, ყოველდღიურად სასიარულო არის თუ არა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა უკვე აღმოვაჩინე და შორ გზაზე რო წავალთ, მივხვდებით უკვე ღირს თუ არა სუპრა ყოველდღიურ მანქანად რო იყოლიო და პლუს სხვა დეტალები, რაც სუპრას ეხება. შენ რო ყავს რაღაც ავტომობილი ყოველდღიურად, ბევრად გულახდილ, ბევრად დეტალურ ინფორმაციის გამოტანა შეგვიძლია შენი მაყურებლისთვის და ვიცი რომ ძალიან ბევრს ევასება სუპრა, ბევრმა ჩემო მეგობარმაც ჩამოიყვანა უკვე სუპრა და ერთიანად ვინც უკვე აპირებს სუპრას ჩამოყვანას, ერთიანად ყველაფერს მოგიყვებით. შეგიძლიათ წამოხვიდეთ. და V10, აი 18 ცილინდრის შორის რო გახარ, როგორი გრუხუნი ისმის, ანუ შენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენ. ეკრანიდან ვერ აღიქოვ ამას. აი თმაც ყალყზე გიდგება, თმაც რა მოსატანი იყო ის. მე 4-ში ვერ ჩავაგდე. დამკარო ვისაც გინდათ ჩვენთან მოხვედრა, ჩვენ გვაქვს Facebook-ზე გვერდი ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტი განს და შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის ფოტო ატვირთოთ, დავდგეთ ძმა ჰეშტეგი დააწეროთ და საინტერესო მანქანა უნდა იყოს უეჭველი, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო საყურებელი აღმოჩნდეს ვიდეო. ვინმესთან დაგაწყვილებთ და მაგის მიხედვით მოგიყვანთ და გადავიღებთ აქ დავდგეთ ძმა სერიებს. მარა ვინც ფიქრობთ, რომ აი ეს კროკო რატო გვიჭირავს ხელში, ეს არის ერთ-ერთი უგემრიელესი კროკოს სნეკები, შოკოლადის არის, მე ჩაციკლული ვარ ამ შოკოლადის უგემრიელეს სნეკებზე. ეს გასინჯეთ უეჭველი, მაგრამ ასევე აქვთ მარილიანი და სხვადასხვა გემოები რა. შეგიძლია გასინჯოთ კროკოს სნეკები და იფიქროთ დრაგის სერიებზე. ჩვენ მზად ვართ, შეგიძლიათ დასტარტოთ. გაასწრო მერსედესმა? არა, მამა ჩემმა შეასწრო ერთი წინა ბამპერით, ცოტათი. ერთით-ერთია? კი, ერთით-ერთია. ამ ტორმუზის გაგრილების დროს ისეთი სიცხეა, რომ უკვე გადავერთვეთ, რომ მთლიანად უსაფრთხოდ ჩაგვეტარებინა ეს გასვლები და მაგიტომაც ამოვარდით ფორმიდან. კაი, მოკლედ ეხა ასეა თუ ისეა, შეგვიძლია სტარტი მივცეთ. ჩვენ მზად ვართ, შეგიძლიათ დაიძრათ. მადლობა.
საღოლ, ძალიან კაი იყო. შედეგები გითხარით სასწრაფოდ. Mercedes. ვახ, ჩემი. საღოლ Mercedes, respect, მართლა respect. ძალიან მაგარი. კაი, მოკლედ. ყველაფერი იცით პრინციპში. მადლობა ვინც აქამდე უყუროთ ვიდეოს. არხის გამოწერას არ დაგავიწყდეთ თუ გეოსებათ რაგები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.